კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო ქართულ ოცნებას ის რომ ისინი წარმატებით აგრძელებენ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ, მძიმე და მიუღებელ ტრადიციას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დაშანტაჟების. დიახ, ეს არის შანტაჟი და სხვა არაფერი, როდესაც შენ ამბობ, ან ყველაფერს გააკეთებ და ყველაფერზე ხელს მომიწერ, ისე როგორც ეს მე მსურს და როგორც ეს მხოლოდ ჩემს ინტერესებში არის. და თუ კი ოდნავ განსხვავებული აზრი გაქვს, ან ნაწილს, ან თუნდაც ძირითად ნაწილს ეთანხმები უკვე მიღწეული შეთანხმებების, მე ამას არაფერს არ გავაკეთებ. აი ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, მეტი არაფერი. ეს იყო ის, რასაც აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა წლების განმავლობაში. კოალიციაში შემავალი პარტიების დიდი უმრავლესობისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა თავის დროზე ნაციონალური ხელისუფლებების მიერ საკუთარ თავზე მორგებული კანონმდებლობა. და ახლა ამათ გადაწყვეტილი ჰქონდათ წინამორბედის მიერ უკიდურესად დამძიმებული საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო მძიმე გახადო. კანონში შესატანად ცვლილებების ოცნებისეულ ვარიანტს შეიძლება მხოლოდ ცინიკური ეწოდოს, რომ აღარაფერი ვთქვათ უსამართლობის ხარისხზე. როგორც აღმოჩნდა, რომ არა დემოკრატიული მოძრაობის მკვეთრად უარყოფითი პოზიციის საჯარო დაფიქსირება, კოალიციის წევრები ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებდნენ საკუთარ ლიდერსაც, პრემიერ-მინისტრს. და მის ზურგს უკან ცდილობდნენ ამ კანონპროექტის გატანას. დემოკრატიული მოძრაობა მოუწოდებს ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომ ხელი აიღონ ნაციონალური მოძრაობის მსგავს ფასადურ მოქმედებებზე.